63 წლის ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს დღეს საუყენებენ. ვერტმფრენი, რომლითაც ვენესუელას გადაყენებული ლიდერი გადახავდათ, ნიუ-იორკის სასამართლოსთან ახლოს მდებარე აეროდრომზე უკვე დაეშვა. ის მეუღლესთან სილია ფლორესთან ერთად შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს. შტატები მადუროს ნარკოტერორიზმის მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე შტატების წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებებს ედავება. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ კი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დელსი როდრიგესი დანიშნა, რომელმაც შეერთებულ შტატებს თანამშრომლობის პროგრამაზე მუშაობა შესთავაზა. პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენი ხალხები და ჩვენი რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ახლა ეს მთელი ვენესუელის გზავნილია. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება. დელსი როდრიგესმა შესაძლოა იმაზე დიდი ფასი გადაიხადოს, ვიდრე ნიკოლას მადურომ, თუ ის სწორად არ მოიქცევა. ვენესუელის დროებითმა მმართველმა შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან გაფრთხილება მიიღო, რომელიც შტატების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციით საკმაოდ კმაყოფილია. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას შტატები უხელმძღვანელებს. ტრამპი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ვენესუელას ეკონომიკური რესურსების გამოყენებაც, მათ შორის ნავთობისა და სხვა ღირებული რესურსების. მანამდე დაანონსა ისიც, რომ ვენესუელაში ამერიკული მსხვილი ნავთობ კომპანიები შევლენ. ჩვენ მართავთ ქვეყანას იქამდე, ვიდრე უსაფრთხო, სწორ და გონივრულ გადასვლას განვახორციელებთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა ვენესუელის დიდი ხალხისთვის. ჩვენ გვჭირდება სრული წვდომა. ჩვენ გვჭირდება წვდომა ნავთობზე და მათ ქვეყანაში არსებულ სხვა რესურსებზე, რაც საშუალებას მოგცემს აღვადგინოთ მათი ქვეყანა. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც, სადაც ნათქვამია, რომ ვენესუელელი ხალხის ნების პატივისცემა კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზაა. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და უზრუნველყოფილი იყოს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება. თუმცა განცხადების ხელმომწერებს შორის არ არის უნგრეთი. ვიქტორ ორბანი ერთიან დოკუმენტს არ შეუერთდა. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო არ ფლობს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და მხარს უჭერდა დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას ვენესუელის სუვერენიტეტის პატივისცემით. ევროკავშირი კონტაქტზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს, რომელიც თავად ვენესუელების ხელმძღვანელობით კრიზისის დემოკრატიული, ინკლუზიური და მშვიდობიანი მოგვარების საწინდარი გახდება. ვენესუელაში განვითარებული პროცესების შემდეგ ოფიციალური თბილისი იმედს გამოთქვამს, რომ კარაკასი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებას გააუქმებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი უკანონო გადაწყვეტილება ვენესუელაში აგვისტოს ომიდან მალევე 2008 წელს მიიღეს. რუსეთისა და ნიკარაგუას შემდეგ ვენესუელა მესამე ქვეყანა იყო, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება, იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად. კარაკასის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილების საბოლოოდ გაუქმებაზე საუბრობენ სახელმწიფო პარტიაშიც. ვენესუელაში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დიდი სახელმწიფოები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. საკმაოდ სერიოზული პროცესები ვითარდება მსოფლიოში, ჩვენ არაერთხელ ვთქვით ამის თაობაზე. გარკვეული პროგნოზების გაკეთებაც შეიძლება ამ მიმართულებით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო მოელის გლობალურ დონეზე გარკვეულ შეთანხმებებს, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად აისახება საქართველოს მომავალზე. თუნდაც დღევანდელ დღეზე ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის. პირველ რიგში, უშუალოდ ვენესუელისგან ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებდით
რომ საბოლოო ჯამში ის რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველანაირი ნორმა და აღიარეს ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები, ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ. ჩვენთვის როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეგრეთ წოდებული რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებული სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, სადაც ევროპულ კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში და ჩვენი მუხჭაუხრელი შრომის შედეგად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს და აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება. სახელმწიფოები ყოველთვის გაითვალისწინებენ თავის ინტერესებს და ეს არის სახეზე. გამომდინარე აქედან ის პოლიტიკა, რაც არის არჩეული ქართული სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეროვნული ინტერესები უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესები და საზოგადოების ინტერესები პირველ ადგილზე და შემდგომ დანარჩენი, ეს არის ყველაზე სწორი და პრაგმატული პოლიტიკა. მადუროს შემდეგ ვინ იქნება შემდეგი? ეს კითხვა საერთაშორისო საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც დონალდ ტრამპის მუქარა კოლუმბიის პრეზიდენტმაც მიიღო. თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია გარშემო ისეთი ქვეყნები ჰყავდეს, რომლებიც სიცოცხლის უნარიანი და წარმატებულები არიან და სადაც ნავთობის თავისუფლად მოპოვება შესაძლებელია. კოლუმბიას ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც კოკაინის დამზადება და შეერთებულ შტატებში გაყიდვა უყვარს. ამას დიდხანს ვერ გააკეთებს. ასეთი იყო დონალდ ტრამპის გზავნილი გუსტავო პეტროს მიმართ.